გვიან ღამით დასრულდა სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესები. ჟურნალისტ ვახოსანაეს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს. ასევე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო დავით გოგიჩაიშვილი და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაიმართა 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირების პროცესები. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამის საჭიროება არ არის და ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასევე დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც კანონდარღვევაა. 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ვახოსანაიას, ჟურნალისტს, ადამიანს, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია მონაწილეობას იღებს პროტესტში. არც ერთი სამართალდარღვევა არ ჰქონია დღემდე, თუმცა ამის მიუხედავად სასამართლომ შეაფასა мотиваცია, რომ მისი ყოველდღიური რუსთაველზე ყოფნა არის თურმე ხელოვნურად გადაკეტვა გზის. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის მცხეთის იზოლატორში იქნება 6 დღის განმავლობაში, ვიდრე პროცესი არ დაიწყო, მე ვახოსთან შეხვედრის საშუალებაც არ მომეცა, არც მტკიცებულებები გქონდა გადმოცემული, რამდენიმე გვერდი იყო წერილობითი მტკიცებულება და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც რეალურად 20-25 წუთით ცდებოდა ერთმანეთს. ლევან ჯობავას მიმართ სასამართლომ გამოიყენა უმკაცრესი სახდელი, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რაც არის ძალიან მკაცრი. მას ედავებიან 18 ოქტომბრის გზის გადაკეტვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა წარმოდგენილი 17 ოქტომბრის მასალები, რომელიც საერთოდ არავითარ კავშირში არ იყო. ამ შემთხვევაში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით, ასევე იყო სხვა ვიდეო მასალებიც, სადაც ლევანმა განმარტა, რომ ის ძალიან გვიან იყო მისული. შალვა სამართალდარღვევად თავს ბუნებრივია არ თვლის, იმიტომ რომ ის გამოხატავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში იცავს მის უფლებას, გამოხატავს მის პოზიციას და ეს არ უნდა იქნეს შეფასებული როგორც სამართალდარღვევა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია განისაზღვროს და ასე ვთქვათ განიმარტოს ისე რომ დღევანდელი ქართული ოცნების მხოლოდ და მხოლოდ დაშინება, ტერორის რაღაც ერთ-ერთი მიმდინარეობა